ჩვენ წლების წინ განვაცხადეთ საქართველოს და კონსტიტუციურად გავწერეთ, რომ ჩვენი გზა არის ევროატლანტიკური სივრცე. და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები საქართველოს და ევროატლანტიკურ სივრცეს, ხო? და ეს ცხადია. განსაკუთრებით როდესაც საუბრობთ, რომ დონორების მხარდაჭერით ვაკეთებთ, ეს ღირებულებითი ერთიანობა გვაკავშირებს. და სულ მაქვს ის განცდა, რომ ამ პროპაგანდის გარდა ამათ არაფერი სათქმელის ჩვენთან არ აქვთ და ამაში დარწმუნებული ვარ. და კონკრეტულად რას გულისხმობ? ის რომ მე ქართულ საქმეს ვაკეთებ და ვერანაირი სტატუსი ვერ მომაწერენ, შემიძლია ჩამოვთვალო დღესაც. და რა არის ამაში აგენტობა? როდესაც მე ვიცავ ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრეობას, მე ვცდილობ ისეთ მუნიციპალიტეტებში მივაწოდო ქალებს სერვისი, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, სადაც წვდომა არ აქვს და ამაში სახელმწიფო სექტორის დიდი და ბრალეულობა არის. მე ვცდილობ ვიკულიო და ვისაუბრო ხმამაღლა ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რასაც რეგიონში ვაწყდებით, გზის, გაზის არარსებობის შემთხვევაში და ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში, ხო? და სხვა უამრავი, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას მიემართება. მაშინ, როდესაც ასევე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ადამიანებმა კურსები გაიარონ და დაიფინანსონ უნარების გაძლიერების კუთხით. რა არის ამაში არაქართული, რომელ ღირებულებაში არ ჯდება და სად განსაზღვრა და ვინ განსაზღვრა, რომ ეს არ არის ქართული და მე უნდა ვიყო ამ საქმის გაკეთების გამო აგენტი, ხო?